მშვიდობისა. ამბარაკარა ხართ როგორ ძანდანით ხალხო. ვიღაცა გაჩვენო. დღემდე ადგება, იმიტომ რომ სახში ცივა. ამბარაკარა ხართ ხალხო, ვაიმე მე ყავათავდი უკვე აქ საწოლში. მივატანე ერთი სორინი ქვია, ხო? მეშლება მაგის სახელი, ცისფერი. იტამფეტი, ნიგოზი, დაცვა კექსი. ხო და თავი მტკივაი აქ, მტკივა. სიმძიმესავით მტკივაი აქ. დღეს არის 24 რიცხვი დასვენება სკოლაში და რატოა დასვენება რა დღეა დღეს კი არ ვიცი. ანუ რა დღეს ესწავლიან რამე ეგეთი არ ვიცი. მოგიყვეთ ახლა. გავწევრიანდი ხალხო კორსოების ჯგუფში. ვიკითხე როგორი ჯიშია თქო და მივხვდი რომ ჯერჯერობით ვერ მოვიყვან, იმიტომ რომ შენახოჯდება ძვირი. ისაც ვიცოდი რომ ჯერჯერობით ვერ მოვიყვან, სანამ ჩემი სივრცე არ მექნება, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე მაგ ჯიშის შესახებ. ხო და ანუ კი წავიკითხე ყველაფერი მახასიათებელი და რაღაცა, მაგრამ იმ ადამიანების აზრი მინდო და მომესმინა, ვისაც ყავს ეს ჯიში და იქ დავწერე. ხო და ისა დავწერე ვიკითხე. მართლა ზუსტად ისეთი ყოფილა, როგორიც აღწერაშია. ძალიან ტკბილი, ძალიან კარგი, ძალიან საყვარელი, მაგრამ ცოტა რთულად გასაზრდელი, ჭირდება ბევრი დრო. მე ეს ბევრი დრო ხარ მაქვს, მაგრამ აუცილებლად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე, როცა ამისი ფუფუნება მექნება, როგორც დროის მხრივ, ასევე ფინანსურად აუცილებლად მოვიყვან. ძალიან მინდა, ზუსტად ის ჯიშია, როგორც მინდა, ანუ ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ანუ კარგი გაზრდილის და კარგი ფსიქიკის არის ძალიან წყნარი და მშვიდი, მაგრამ აქვს უდიდესი დამცველობითი ინსტინქტი, თავისი შიგნით ჩადებული. იცის ძალიან დიდი სიყვარული, არის ერთი ადამიანის ძაღლი და ყველა ვისაც მიიღებს, ყველა უყვარს და ყველას იცავს, ანუ ბავშვი, სხვა ცხოველი და ასე შემდეგ. ანუ რომ მოიყვან უკვე უნდა გყავდეს, ანუ დასრულებაში შეიძლება კატასტროფა შეეჩვეს, მაგრამ რომ გყავს უკვე მერე ეჩვა და რაღაც. მაგრამ ანუ ჯერჯერობით არ ვფიქრობ მაგ საკითხზე საერთოდ. და ალბათ მერეც არ ვიფიქრებ, კაი ხანი. ანუ ჯერ მაგ ჩემი მიზნები, მე მინდა რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო, ევა მერე სკოლაში წავა. ხო და ანუ დრო არ მაქვს ხა ამ ეტაპზე რა, სხვა ეტაპზე, ცხოვრების სხვა ეტაპზე. მოვა ჩემთან ის კურსი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა და მრავალი წლის მერე დაიბადება, მაგრამ ეგ გადაწყვეტილება ჩემში უკვე ახლა არის. ანუ მე ზუსტად ვიცი, რომ ესე იგი ხო ფიქრობდი, რომ აი სხვა ადამიანებს, რომელსაც ჩემს გარშემო შეიძლება არ უყვარდეთ ძაღლი და რაღაცა, ფიქრობდი, რომ შეიძლება აი აღარ მოვიყვან და რაღაცა, მაგრამ მე მივხვდი ერთ რაღაცას, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება აუცილებლად ეყოლება ძაღლი და კატა, იმიტომ რომ ეს სჭირდება, იმიტომ რომ ეს მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი სული მათ გვერდზე ძალიან ბედნიერია და კარგად არის, ანუ მე ისინი მაბედნიერებენ და მე ისინი მჭირდებიან. ისინი არიან ღმერთის სიყვარული დედამიწაზე ცხოველები. ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ ისეთი უპირობო სიყვარული, როგორც მათ და ანუ მათთვის კი არ არის პატივი, რომ მე მიყვარს, ჩემთვის არის პატივი, რომ ისინი არსებობენ და ვუყვარ ვარ. და მე ესეთი ადამიანი ვარ, რომელსაც სულ ყოველთვის უნდა ყავდეს ცხოველი და ანუ ჩემთვის ის არეულობა ან ბეწვი ან რაღაცა საერთოდ არ არის, არც აგრესია, არც გაღიზიანება, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, მაშინ როცა მათი ალერსი და სიყვარული ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეთ ადამიანს უნდა ყავდეს ცხოველი და სულ მეყოლება, ეგ უკვე ზუსტად ვიცი. დღეს არ ვიცი რა მოვამსვლა და სახში საჭმელი მარადიული კითხვა. მე კი მაქვს ჩემი გუშინდელი ბოლონეზე, რომელიც გავიკეთე, მაგრამ ზოგადად აღარ არის და
გავაკეთო, არ ვიცი, ციციბურა მომენატრა, ციციბურას მოუხარშა, მაგრამ იმენ საჭმელი რა გავაკეთო, წარმოდგენა არ მაქვს. თორნიგემ რამე გავაკეთო თუ დღეს დასვენების დღე არისო და მეთქი, ოკეი, გავაკეთო თქო და აყოლ მოიფიქრე შენ მეთქი, იმიტომ რომ ამის მოფიქრებით თავი მაქვს აფეთქებული. ხო და ისაო, კაი, აი მასწავლებელი მყავს, ამას ჩართვა აქვს მასწავლებელთან და მე მოვიფიქრებო და ველოდები აბა ერთი რას მეტყვის. დილამშვიდობისა. მიყვარხარ ძლიერ. აცკადის დროთა ხარ. მე უფრო მეტად მიყვარ შენი პატარა დანი. შენი შავი თმის ბუჩქი. მოკეციფასებო. ასე დაიწყო დღევანდელი ჩვენი დღე. გავაკეთე ხა ვიდეო თქვენთვის და დაგიგდებთ. გუში რა მოვამზადე მაგას და ჯერ დღეს რა მოვამზადო, მაგის იდეა არ არის. ეს შემიჯერჩენილი გავიცხელებ და რადგან ეს ფიქრობა არ მეყოფა, ერთ კვერცხს და ყველსაც მივატან. ფიქრობ შვენიერი იქნება. ჩვენ თორის ბაბა დნება ხალხო და პირი ქონდა ძირსავარდნი და ევა მაიღო და გაუკეთა და განიცდის თვალები აღარ აქვს. თვალები ქვემოთ ჩამოუვიდა აგე. რო ჩამოდენა. სრიალებს? დაჯექი იმაზე, ხელი მოკიდე კარგად, აი ეგრე. ნახეთ ბავშვებს, იმდენი უკატავიათ, რომ აქ გაურიხი. აი ეხლა მე თომს აქ ვერ გავალღობ შვილო. სრიალა, ხო? რას ველაპარაკები? ესე იგი სრიალა თოვლია და არ გსურს შენ. ეს სულ გაყინული აქაურობა ხალხო. ესე და გინა თუ არა, ახლა ვიკატაო. აბა, რა ვიყიდეთ კარფურში. მაწონი. 1%, ან 2 წელი. რაღაცების გამოსაცხობად. აქციები, ესენიც აქციაში. ურები. ხო, ეს იყო აქციაში. Togo, Kotomiamis, Kemoedit. This is one of the things we are making. I don't know that's very Carta. ევა დიცუგეთ საჭამ, ანა კომფეტაჭამ, და აკარაშტილიო. შო, ეს იყო 76 ხო. აი სასწრაფოა საწირავი რომ არის. ხაცი მორა უნდა დავდგა. მოსახალსა. ხოთი და მე შავი კექსი ალბათ თოკოს უნდა და გუშინ სუშავი და სუშავს გამოვაცხობ. ორ დღეს ნუ მიაქცევთ საჭმელს მოგიტან. აი ესე, მიღე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ნინი.
ეხლა ვიღებ ორი კამერით აქეთ YouTube-ისთვის და TikTok-ისთვის და თუ ზოგჯერ აქეთ ვიყურებ, ხოლო ზოგჯერ აქეთ არ გაგიკვირდეთ და იცოდეთ, რომ ხან ერთ კამერას ვუყურებ, ხან მეორეს. რომ უყურადღებოდ არავინ არ დამრჩეთ. მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვილაპარაკო, რომელზეც ძალიან ვფიქრობ ამ ბოლო პერიოდში და მინდოდა რომ თქვენთვის ეს მეთქვა და ხმა მომეწვდინა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე კომენტარებში ხშირად მდებენ ხოლმე ბრალს, რომ რაღაცა პრეპარატი დავლიან, გავიკეთე ან ასე შემდეგ. მაგრამ ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან არ უყვარს საერთოდ არანაირი პრეპარატები, რაც საჭიროა იმ წამლებსაც კი მე არ ვსვავ ხოლმე, ძალიან ცუდი პაციენტი ვარ. თუმცა ეხლა ვცდილობ რომ გამოვასწორო, იმიტომ რომ რეალურად მართლა არის წამლები, რომლებიც ძალიან საჭიროა და კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ხო, და მოკლედ არანაირი პრეპარატი წონაში კლებისთვის მე არ მიმიღია და არასოდეს დამიკლია პრეპარატის საშუალებით და არასდროს დამიკლია რაღაც სხვა გზით, რაც ადამიანებს უნდათ ხოლმე რომ იყოს, ანუ რაღაცა ჯადოსნური ჯოხი, რაღაცა მარტივი ჯერესტი არაფერი არ არსებობს. ის პრეპარატებიც რაც არის, იმაზეა მიმართული, რომ მადა შემცირდეს და ანუ მე მადა მომატებული არასდროს არ მქონია. რეალურად ყოველთვის ძალიან ცოტა უნდა და ჩემს ორგანიზმს ძალიან ცოტა. ბუნებრივად მე ვარ ძალიან ცოტას ვჭამელი ადამიანი. ანუ ჩემ პრობლემა იყო ჯერთი ის რომ წონას ვიმატებდი უმეტესობად ორსულობებში, ანუ თუ კი მე დიდი წონა მომიმატია ორსულობაში და მეორე ის რომ მე მქონდა ემოციური კვება. და ემოციური კვება საერთოდ არ არის დაკავშირებული ნაყროვანებასთან და ემოციური კვება არ გადის მაშინ თუ მადა არ გაქვს, იმიტომ რომ ემოციური კვება და მათის მიხედვით არ შევიკელი აბსოლუტურად ჩემით კალორიების დათვლით ძალიან დიდი გზა გავიარე. ვისწავლე გრძნობების განცდა, ამავდროულად მე ვარ ძალიან გრძნობიარე ადამიანი, ვარ ემპათი, ძალიან ღრმად შემიძლია ადამიანის გრძნობა. და ძალიან კარგად მესმის ადამიანის ტკივილი, ადამიანის სიხარული, ანუ გაზიარება შემიძლია ძალიან ღრმა დონეზე და ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელიც არის, იმიტომ რომ შენი გრძნობები და შენი ცხოვრებაც გაქვს ადამიანს, რომელიც ასევე გამძიმებს და ირგვლივაც უამრავი რამ ხდება. და მე ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ ეს გრძნობები დამეწრგუნა, იმიტომ რომ ძალიან რთული ბავშვობა მქონდა და ჩემმა ფსიქიკამ მაშინ ეს გზა ისწავლა, რომ რაღაცით დაეწრგუნა, რაღაცაში გაქცეულიყო, რაც გადაარჩენდა. რეალურად ემოციური კვება, კომპულსიური კვება, საერთოდ მავნე ჩვევები ბჭყალებში, მოკლევადიანად ემსახურება იმას, რომ ფსიქიკა ცდილობს, რომ ასე გადაგვარჩინოს. ანუ ის იმაზე კი არ ფიქრობს 10 წლის მერე ეს რაზიანს მოგვაყენებ ჩვენ, არამედ ეს ფიქრობს, რომ აი ამ წუთას გადაგვარჩინოს და რეალურად ამაზე დგას ხოლმე ჩვენი მავნე ჩვევები. ხო და მე ანუ ამას გავუმკლავდი, ჩემი რუტინაა უკვე ჩვეულებრივი ეს დღეში 1000 ნაბიჯი, კალორიები, კვების კონტროლი. ანუ ვიძახი არა, ეხლა ვიკლებ, მინდა რომ დავიკლო ბოლო კილოგრამებს ვიკლებ უკვე. მაგრამ მერეც სულ მექნება კონტროლი. ესე არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება კალორიებს დავიკლე, მაგრამ ყურადღება აკავებს მექნება კონცენტრირებული, იმიტომ რომ ეს საჭიროა, იმიტომ რომ მე ეს მჭირდება. ხო და ეხლა რას ეხება ეს ვიდეო? ეს ვიდეო ვინც აქამდე უყურეთ, ღირსები ხართ რომ გაიგოთ რაზეც მინდოდა საუბარი. ანუ საქმე იმაში რომ ადამიანები ვისაუბროთ აქვთ სხვადასხვა პრობლემა. მაგალითად მე მაქვს ADHD, რომელიც შარშან, რომლის დიაგნოზით მე მაქვს ADHD, რომლის დიაგნოსტირება ჩემთვის მაგალითად მოხდა შარშან. და მას მერე რაც მე დავიწყე ADHD-ის პრეპარატის მიღება, ანუ მე ადამიანად ვიქეცი. ანუ ისეთი მარტივი რაღაცები, რაც არ შემეძლო და არ მესმოდა, რატომ არ შემეძლო, გახდა ჩემთვისაც ისეთი მარტივი, როგორც არის ჩვეულებრივი ნეიროტიპული ტვინის მქონე ადამიანებისთვის. წარმოიდგინეთ, ჩემს ტვინში რისი ნაკლებობაც იყო, გასწორდა ის გათანაბრდა, რისი ნაკლებობაც იყო და რეალურად ნახეთ მე როცა მაკლია რაღაც ჰორმონი, ამის შევსებას ვცდილობ
რაღაცა სხვა გზით. ანუ ეს გაცნობიერებლად ადამიანმა არ იცის, ამას აკეთებს გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა. და ჩემს შემთხვევაში იყო ეს საჭმელი. საჭმელი არის სწრაფი დოფამინი, ხო? ანუ დოფამინის ნაკლებობა მქონდა და დოფამინს ვიღებდი ასე. არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ ფოთვითი აშლილობა, არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ არადიაგნოსტირებული ADHD და სხვა ძალიან ბევრი ახლა ყველა სხვა ვერ ჩამოვთვლი და ყველა არც ვიცი, მაგრამ რის თქმა მინდა აუცილებლად, აი გამიგონია ხოლმე ხშირად, რომ ენდოკრინოლოგთან ვიყავი, ადამიანებისგან ვინც ვერაფრით ვერ იკლებს წონაში, მილიონჯერ დაიწყო და მილიონჯერ მიანება თავი, მილიონჯერ დაიკლო და ისევ მოიმატა, იმიტომ რომ ეს ემოციური კვება, ეს კომპულსიური კვება, აი ამას ვერ გამოკლავდა და ანუ მიდიან ხოლმე ენდოკრინოლოგთან იკვლევენ, შეიძლება ყველაფერი წესრიგში კონდეს და ამბობენ, რომ მე უნებისყოფო ვარ. შეიძლება საერთოდ არ ხარ არანაირად უნებისყოფო და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შენი ფსიქიკა ასე უმკლავდება სირთულეებს. ხო და იმის თქმა მინდა, რომ აუცილებლად თუ მრავალი წელია ერთ წელზე ტრიალებ. შეიძლება ეს სიგარეტი იყოს, შეიძლება ეს თამაში იყოს, შეიძლება ეს კვება იყოს, როგორც ჩემს შემთხვევაში, ხო? თუ კი მრავალი წელი რაღაცა ცუდის გადაგდება გინდა და ვერ ახერხებ, ესე იგი ეს რაღაცაში გჭირდება. ხო და აუცილებელია ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან ვიზიტი, იმისთვის რომ დადგინდეს, ოღონდ რა თქმა უნდა იმასთან ვინც ერკვევა, დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს პრეპარატი. ანუ როცა ინიშნება პრეპარატი, აი ეს თავისით ქრება ხვდები, ანუ შენ აღარ გჭირდება ეს. ანუ შენ აღარ გჭირდება რაღაცა დამატებითი. შენ ტვინს აწონასწორებს ის კონკრეტული პრეპარატი. ნუ თუ საჭიროა, თქო უნდა თქვა ფსიქოთერაპიის სეანსი და ასე შემდეგ ეგეც, მაგრამ ნუ პრეპარატი აუცილებლად. და ის ძალიან მინდოდა მე თქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ სულ ერთ წელზე დადიხარ და აღარ შეგიძლია და შენ თავს ვერ აკონტროლებ. ანუ ეს მიზეზი ის კი არა, რომ ცუდი ხარ. მიზეზი ის კი არა, რომ რაღაცაი, ანუ შენს ხასიათში პრობლემა არა. რაღაცა არის, რასაც შველა და გამოსწორება ჭირდება. ემოციების განცდა არის სასწავლი. მე მაგალითად უკვე მე რამდენი წელია ვსწავლობ და იმედენად ღრმა წავიდი, იმიტომ რომ ეს ჩემში იყო დათრგუნული გარედან. ანუ გარემოში სადაც მე ვიზრდებოდი, ამბობდნენ რომ ემოციები კლავს. ანუ ისინი ვინც ძალიან ემოციურები არიან, ადრე კვდებიან. ემოციები კლავს, ემოციების განცდა არ შეიძლება. ამავდროულად მე მქონდა ძალიან დიდი ემოცია, ანუ დედა მომეწოდა 3 წლინახევლისას და ანუ ამის გადახაშვა იმ ასაკში ჩემს ტვინს არანაირად არ შეეძლო. რეალურად დათრგუნა და ისწავლა რითი დაეთრგუნა. მაგრამ ეს არის გადარჩენის რეჟიმი. დავთ ჩვენ ვიზრდებით. ბონიჩკა, მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. მოდი დედა, მოდი. მოდი დედიკო, მოდი გამიგორდა. მოდი ჩემი კალული. მოდი ჩემი პატალა. აი ჩემი დეპრესანტი. ეს ჩემი დეპრესანტი. ჩემი სიკალული, ჩემი სიცოცხლე. რატომ ყურადღება აი ამდენი ხანი აქ და იმაზე მეჩხუბებო რა წარმოგიდგენთ, სულ ჩემთან არის ჩემი კუდია. დედიკოს კუდია ეს. ჩემი სიყვარული. პომადიანი მithogos. ხო და ხალხო. იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია, რომ ეს პრობლემები მოვიგვაროთ. თუ რაღაცას დიდი ხანია ვერ ვახერხებთ, არის რაღაცაში საქმე. და თუ ეს ფიზიკური არ არის, შეიძლება ეს ფსიქოლოგიური. და არ არის სირცხვილი და არ ტყავს. ექიმთან მისვლა და პრეპარატები, რომელიც გვჭირდება, რეალური ისინი გვეხმარება. და ჩვენ ცხოვრებას ცვლის. რა იყო? აქ არ იყავი, რატო წახვედი? მოდი. იქ რატომია მორჩიო, ნუ იღებო. აი მე. ესენი არიან ჩემი ანტისტრესი, ცხოველები. ყოველთვის ეგრე იყო. ანუ ჩემთვის ეს ბეწვი და ესენი არაფერი არ არის, მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებენ, რომ არსებობენ მარტო იმითი თავისი აი ამ უდიდეს სიყვარულით. ესენი არიან ანგელოზები. მიყვარხართ?